კომპანია ატომის კომპენსაციის მარკეტინგული გეგმა ეს არის კორეის ეროვნული მენტალიტეტის, ურთიერთდახმარების სულისკვეთება და შრომის მოყვარეობა. როგორ ვზრუნავთ საკუთარ თავზე, ჩვენ სულიერებაზე, საყვარელ ადამიანებზე და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე? რა თანხა გჭირდებათ რეალურად წარმატებული ცხოვრებისთვის? კომპანიამ საკუთარ თავს დაუსვა გლობალური კითხვა. როგორ იმუშაოს ისე, რომ უმრავლესობამ და არა მხოლოდ ერთეულებმა შეძლოს ფულის გამომუშავება. კომპანიამ აირჩია ორობითი სტრუქტურა, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა ნებისმიერი ადამიანისთვის წარმატების მისაღწევად შედარებით სწრაფად და სტაბილურ შემოსავალზე წვდომით. ორობითი სტრუქტურა ნიშნავს იმას, რომ ერთ პიროვნებას შეუძლია დააკავშიროს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც ქმნიან მარცხენა და მარჯვენა ტოტებს. დანარჩენის დაკავშირება შეგიძლიათ მხოლოდ ქვემოთ, სიღრმისეულად, რათა დაეხმაროთ ქვემოთ მდგომ პარტნიორებს. გაითვალისწინეთ, ატომის ბინარი არ შეცვლილა 2009 წლიდან, კომპანიის დაარსების წლიდან, რაც რა თქმა უნდა მის ფინანსურ სტაბილურობაზე მიუთითებს. კომპანიას არ აქვს გაწევრიანების საფასური და არ აქვს დამწყებ ბიზნეს პაკეტი, ასევე არანაირი საწევრო გადასახადი და პროდუქციის ყიდვის ვალდებულებაზე, რათა გამოიმუშაოთ შემოსავალი, რაც გეხმარებათ არ გადააქციოთ სახლის საქონლის საწყობად. ბინარულ მარკეტინგში ხაზოვან მარკეტინგთან შედარებით არ არის კონკურენცია სტრუქტურის პარტნიორებს შორის. ხაზოვან მარკეტინგში ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ ზრდაზე, სადაც ყველა თავისთვის ცდილობს და არ აქვს ინტერესი დაეხმარნონ ერთმანეთს, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ უბსკრული ქვემოთყოფებთან, იმისთვის რომ მიიღონ პროცენტული შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააფართოვონ პირველი ხაზი. კი, რთულია. მხოლოდ სუპერვარსკვლავები მიაღწევენ წარმატებას ხაზოვან მარკეტინგში. ამიტომაც ბევრი ტოვებს ამ ბიზნესს, რადგან ესმით, რომ შემოსავლის შანსი მცირეა. ატომში თქვენი სტრუქტურა უსასრულოდ ქვემოთ იზრდება. თქვენ იღებთ შემოსავალს პროდუქციის ბრუნვიდან, თქვენ გუჩი მოწვეული ნებისმიერი პარტნიორისგან, რა სიღრმეზეც არ უნდა იყვნენ ისინი. კომპანია ატომში ახალ ბედას შეუძლია დაეწიოს და გადაუსწროს ლიდერს და ლიდერი ამ შემთხვევაში არ დაკარგავს თავის შემოსავალს. ეს ქმნის ურთიერთდახმარებისა და ერთმანეთის მიმართ ინტერესის ატმოსფეროს. ბინარი ატომი აგებულია კარგად გათვლილ მცირედ შეზღუდვებზე, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა გლობალურ ბაზარზე ნებისმიერ პირობებში. მაგალითად, პარტნიორების შემოსავლის ზედაზღვარზე შეზღუდვა. ატომის აქვს გადახდის ლიმიტი. მე უკვე ვახსენე კორეულ მენტალიტეტზე და ერთიანობაზე. მაქსიმალური ლიმიტის ზემოთ მიღებული თანხა მიდის თქვენს ქვემოთ მყოფ პარტნიორების მხარდასაჭერად. ვინაიდან კომპანია ატომში შესყიდვების ვალდებულება არ არის, თქვენი ბიზნესის განვითარების სიჩქარე სხვა კომპანიებთან შედარებით ასე გამოიყურება. დაგჭირდებათ დრო, რომ თქვენი შემოსავალი კომპანია ატომიდან გახდეს მეტი, ვიდრე თქვენ ძირითად სამსახურში. შეიძლება 1 ან 2 წელი. მაგრამ როცა ამ შემოსავალს მიაღწევთ, ხვდებით, რომ თქვენი შემოსავალი მხოლოდ იზრდება და რომ შეწყვიტოთ ატომში მუშაობა, მაინც მიიღებთ პასიურ შემოსავალს. სხვა კომპანიაში თქვენ შემოსავალი გაქვთ მანამ, სანამ გაქვთ ძალა, აქტიურად მუშაობთ და ჩართული ხართ ბიზნესში. შემდეგ თქვენი ძალა მოიწურება და ბიზნესი თანდათან ქრება და სტრუქტურა დროთა განმავლობაში ინგრევა. ეს არის სტატისტიკა. ატომში კი სხვა სისტემაა. ალბათ იკითხავთ, საიდან შემოდის ფული თუ არ არის შესყიდვის ვალდებულება? მარტივად აგიხსნით. კომპანიამ დაიმკვიდრა თავი მაღალი ხარისხის პროდუქციით და ხელმისაწვდომი ფასებით. სწორედ ამიტომ აკეთებს მომხმარებელი გაცნობიერებულ შესყიდვებს ისევ და ისევ. მოსწონთ კორეული ატომის პროდუქცია. ატომის პარტნიორებს არ სჭირდებათ პროდუქციის იძულებითი ყიდვა. ეს არის ბიზნესი ზეწოლისა და იძულების გარეშე. საქონლის ხარისხი და რბილი მარკეტინგი ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ ზრდას და პოპულარობას მთელ მსოფლიოში. 2024 წელს კომპანია ატომი მე-12 ადგილზე ავიდა პირდაპირ გაყიდვების კომპანიების გლობალურ რეიტინგში. 1 მილიარდი 710 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით, რაც აღემატება სხვა ქსელური ბიზნესის ზრდის ტემპს. ახლა ანაზღაურების გასაგებად მოდით შევხედოთ მხოლოდ რამოდენიმე კონცეფციას. რა არის პივი, რა არის სტეპი, რა არის მულტიპლიკატორი და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი კომპანიაში კარიერის ასაშენებლად. კომპანია ატომში ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემდეგ თითოეულ მყიდველს ენიჭება ქულები, შემოკლებით პივი.
პირველიდან დაწყებული ყველა პერსონალური შესყიდვა ჯამდება და გროვდება ანგარიში სიცოცხლის განმავლობაში. თქვენი შემოსავლის დონე დამოკიდებულია პირადი შესყიდვების ოდენობაზე. შემოსავალი იწყება მხოლოდ 10,000 პივის პირველი პირადი შედენის შემდეგ. თქვენი პარტნიორები, რომლებიც აკეთებენ პირად შესყიდვებს, ისევე როგორც თქვენ, აგროვებენ პირად პივებს და თქვენთვის მათი პირადი პივი შეჯამებულია თითოეულ ფილიალში ცალ-ცალკე. თითოეულ ტოტში პივის ჯამს ჯგუფური პივი ეწოდება. ყველაზე ნაკლები ჯგუფის პივის მქონე მხარეს ეწოდება პატარა განშტოება, მეორე მხარეს კი ეწოდება დიდი. ატომში შემოსავალი უფრო დაბალი განაკვეთით ერიცხება. ეს არის ატომის ბინარის ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც საშუალებას აძლევს სამართლიანად გაანაწილოს შემოსავალი მონაწილეებს შორის. ყოველი ჩვენგანი აკონტროლებს თავის სუსტ მხარეს. ჩვენი მიზანია ორივე მხარეს ჰქონდეს ბალანსი. როგორ მივაღწიოთ ამას? რეგისტრაციის პროცესში პარტნიორების გონივრულად განაწილებით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ორობითი სტრუქტურისთვის. ამ კონცეფციას ახლა განვიხილავთ. საფეხური ანუ პივი იკეტება იმ შემთხვევაში, როცა სუსტ მხარეს გროვდება 300,000 ჯგუფური ქულა ანუ პივი. ამ მომენტში იხურება სტეპი და გერიცხება თანაზღაურება. დაგროვების პერიოდი განუსაზღვრელია. რაც უფრო მეტი შეკვეთა გაივლის სტრუქტურას, მით უფრო ხშირად დაიხურება სტეპი. თქვენი მიზანია, რომ მარჯვნივ და მარცხნივ პარალელურად ყოველდღე გროვდებოდეს ქულები. იხურებოდეს სტეპი, რომ დაგერიცხოთ თანაზღაურება. შემოსავალი გამოითვლება ყოველდღიურად. ამრიგად სტეპი გროვდება მთელი დღის განმავლობაში. ეს საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ ნებისმიერი თანხის, თუნდაც 300,000 პივიზე მეტი პროდუქცია. სტეპის დახურვის შემდეგ თითოეული განშტოების ჯგუფური პივი ნულდება და იწყება ახალი დაგროვება. ატომში საფეხურის შემოსავალი გამოითვლება კოეფიციენტის გამრავლებით, რომელიც დამოკიდებულია მსოფლიო სავაჭრო ბრუნვაზე და თქვენი სტატუსის შესაბამის მულტიპლიკატორზე. კოეფიციენტის ზომა დამოკიდებულია კონკრეტულ დღეს ატომის პარტნიორებისთვის გადახდის რაოდენობაზე. რა არის თქვენი მულტიპლიკატორი და როგორ გამოითვლება ის, აგიხსნით ცოტა მოგვიანებით. მომგებიანი ბრუნვიდან კომპანია 30% ინახავს თავისთვის, ხოლო 70% ნაწილდება პარტნიორებს შორის სტრუქტურული ანაზღაურების, წარმატებულობისა და საგანმანათლებლო ცენტრების ანაზღაურების სახით. კომპანიას აქვს განაწილების 5 საფეხური. გაყიდვების წარმომადგენელი, აგენტი, სპეციალური აგენტი, დილერი და ექსკლუზიური დისტრიბიუტერი. თქვენ გახდებით გაყიდვები. ამ შემთხვევაში ჯგუფური ბრუნვიდან შემოსავალს იღებთ 5-ზე გამრავლებით. მეორე საფეხურზე აგენტამდე მისაღწევად თქვენი პირადი შენაძენი უნდა იყოს 300,000 პივი. თქვენ მიიღებთ სტომას მე-15 მულტიპლიკატორზე და იღებთ 3-ჯერ მეტ თითოეული სტეპიდან. ამრიგად, განაწილების ახალ დონეზე მიღწევა იძლევა ახალ მულტიპლიკატორზე წვდომას. ასე რომ სპეციალური აგენტი 700,000 პივის პირადი დაგროვებით იღებს წვდომას 30-ის მულტიპლიკატორზე. და ასე შემდეგ, რაც უფრო მაღალია მულტიპლიკატორი, მით მეტია თქვენი შემოსავალი. პირადი ბრუნვის ზრდა სამუდამოდ უზრუნველყოფს თქვენ ხელმისაწვდომობას ახალ მულტიპლიკატორზე. მულტიპლიკატორის გაზრდის კიდევ ერთი ვარიანტია ჯგუფის ბრუნვის გაზრდა თვეში. განაწილების იგივე დონის მისაღწევად საჭიროა თვეში სუსტ მხარეს 2-ჯერ მეტი პივის შეგროვება, ვიდრე შესაბამისი პირადი ბრუნვა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი მულტიპლიკატორის დონე კიდევ ერთ საფეხურზე. ამის გარდა თქვენ კიდევ მიიღებთ ბონუსებს. სამაგისტრო ანაზღაურება ხდება თვეში 2-ჯერ. პირველი სერიოზული დონე, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, არის გაყიდვების ოსტატი. გაყიდვების მაგისტრის დაგროვება სუსტ მხარეს 9 თვის განმავლობაში არის 2,500,000 პივი. ეს არის 7-8 სტეპი 2 კვირაში. ასეთ ბრუნვაზე ყოველ 9 თვეში ირიცხება პრემია. გაყიდვების ოსტატი პირველი სერიოზული ნაბიჯია დიდი და სტაბილური შემოსავლის გზაზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გუნდის წევრები, ისევე როგორც თქვენ დაინტერესებულები არიან კარიერული გზრდით. ეს დაგეხმარება თქვენ ახვიდეთ ახალ საფეხურზე. როცა თქვენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს გეყოლებათ 2 გაყიდვის ოსტატი, თქვენ გახდებით ალმაზის ოსტატი და თქვენი შემოსავალი დაახლოებით გაორმაგდება. გახდებით შორენის ვარდის ოსტატი. როცა თითოეულ მხარეს გეყოლებათ 2 ბრილიანტის ოსტატი, ასე გაიზრდება თქვენი სტატუსი ოსტატობაში. ოსტატობის დასაჩუქრებლად კომპანია საკუთარი შემოსავლიდან გამოყოფს 20%-ს.
ეს თანხა მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი კვალიფიკაციის დონის მიხედვით. ასევე ოსტატობის ყოველი საფეხურის მიღწევისას თქვენ მიიღებთ ბონუსებს და საჩუქრებს კომპანიისგან ფულადრი ჯილდოს, მოგზაურობისა და მანქანის სახით. მთავარია, რომ საფეხური, რომელსაც თქვენ უკვე მიაღწიეთ, არ იკარგება და აღარ გჭირდებათ მისი დადასტურება. მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს თანხმობა კომპანიის ატომის ცენტრის გახსნაზე, იღებენ ცენტრის ყველა მონაწილის მთლიანი ქულის მოცულობის 6%-ს, თვეში ორჯერ. ეს არის ბონუსი, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი იღებს საკუთარი ძალისხმევით, რათა განავითაროს ცენტრი თავის ქალაქში. მარკეტინგული გეგმის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული მართვისთვის და პარტნიორების დასახმარებლად. რთულია ყველაფრის პირველადვე გაგება და დამახსოვრება. ამიტომ სასურველია ვიდეოს რამოდენიმეჯერ გადახედვა. რა უნდა გააკეთოთ? დარეგისტრირდით, გააკეთეთ თქვენი პირველი შესყიდვა და დაიწყეთ.